მეგობრებო, ესეთი საერთო გაშლა უნდა გაგიკეთოთ ახლა. თქვენ პარტნიორზე იფიქრეთ, თქვენ თავზე იფიქრეთ და გავიგოთ რა მოქმედებებს უნდა ელოდოთ მისი ქცევებიდან უახლოეს პერიოდში. მოდი იყოს უახლოესი ზაფხულის ბოლომდე პერიოდში, თუ ახლავე უყურებთ ამ გაშლას როცა ვწერ, თუ ზაფხულის შემდეგ უყურებთ დაახლოებით 1 თვის ვადებში პლუს მინუს რა ქმედებებს უნდა ელოდოთ თქვენი ჩაფიქრებული პარტნიორისგან. გაშლას გეკეთებთ არა მთლად ტაროზე, ეს არის ძალიან რომანტიული და 18+ კარტები, ესეთი ნახატებით, რომელსაც სავარაუდოდ ვერ გაჩვენებთ, რო არ დაიბლოკოს ეს გაშლა. აქედან გამომდინარე, მაქსიმალურად მოგაწოდებთ ინფორმაციას უფრო მეტს, ვიდრე კაცს გაჩვენებთ. თქვენთვის ძირითადად პრინციპში მნიშვნელოვანია ინფორმაცია. წავედით ახლა, რომ გავიგოთ, რამდენად თქვენია ეს გაშლა და თუ ეს გაშლა თქვენი არ იქნება, გადმოდით ჩემ გვერდზე და სხვა გაშლებს გადაავლეთ თვალი, ლაიკები არ დაგეზაროთ. აუცილებელია ენერგოცვლისთვის. შეგახსენებთ. რა ხდება ახლა თქვენ ურთიერთობაში, რომ მიხვდეთ რამდენად თქვენია ეს გაშლა? მოლოდინის რეჟიმში ხართ? პრინციპში რომელიც ღია არ იქნება, იმ კაცს გაჩვენებთ. ეს ის გოგონა მოლოდინის რეჟიმში მოწყენილია უკვე. გაშლა ორივე სქესისთვის არის და ელოდება როდის დაბრუნდება მისი საყვარელი პიროვნება მასთან სახში, მის ცხოვრებაში, როდის გამოჩნდება. პრინციპში მამაკაცს აჩვენებენ, რომ უფრო ფიქრებით არის, რაც არ უნდა სიშორე იყოს ახლა თქვენ ურთიერთობაში და რაც არ უნდა არაფერი არ ხდებოდეს, მამაკაციც გიხსენებთ, სარკეში რო იხედება თქვენ ხედავთ ქალის მოლანდება, მოჩვენება, ქალის ფიგურას ხედავს და თავის მაგიროთ თქვენზე, ანუ არის კონცენტრირებული, თქვენზე ფიქრობს, მამაკაციც მოწყენილია. რაოდენ შეიძლება თქვენთვის გასაკვირიც არ უნდა იყოს ახლა, თავის ლანდის ანარეკლის, ასე ვთქვათ, გვერდზე უფრო მეტს ხედავს თქვენ ფიგურას. ქალბატონებს მიმართავ, მამაკაცებმა თქვენ თავზე მოიგეთ ეს გაშლა. მოწყენილია, ასე ვთქვათ. მამაკაცი თქვენი მხრიდან, ორივე მხრიდან არის მოწყენილობა, მოლოდინის რეჟიმი რა და როგორ იქნება, მამაკაცი ამ შემთხვევაში უფრო წარმოდგენილია, რომ გამოსავალს ეძებს თითქოს ასე მომდის ინფორმაცია ამ შემთხვევაში, რომ როგორ მოიქცეს, როგორ ცოტა სინდისის კენჯნასავით აწუხებს თითქოს რაღაცასთან მიმართებაში, ან არსებობს ასევე ნაწილი ამ გაშლის, ვინც იქნება მაყურებელი, რომ არის ტერიტორიული დისტანცია თქვენ ურთიერთობაში და მამაკაცი სხვა ქვეყანაშია, სხვა ქალაქშია მაგალითად, ან პირიქით შეაბრუნეთ და აქედან გამომდინარეც, ასე ვთქვათ, ერთგვარად გეგმებს აწყობს, ფიქრებშია, ცოტა ნოსტალგიაშია და მოწყენილობაშია მამაკაცი თავის მხრივ, ქალბატონს კი ცოტა დეპრესიაში გადადის უკვე მოწყენილობა, მარტოობა, უკვე ბეზრდება მოლოდინის რეჟიმი, როგორც აქვს ხოლმე ძირითადად ქალებს რაღაც პერიოდის გასვლის შემდეგ. თუ ატყობთ, რომ თქვენზე ეს გაშლა უყურეთ მაშინ ბოლომდე და გავიგოთ რა ქმედებები იქნება უახლოესი 1 თვის განმავლობაში, თუ უკვე ელოდებით ამ ინფორმაციით, როგორც ვატყობ იდენტიფიკაციას, რაც ვნახე, რა მოქმედებები უნდა იქნება მისგან უახლოესი 1 თვის განმავლობაში. პირველ რიგში მინდა გითხრათ, რომ სრულიად მესამე მხარისგან საერთოდ არა თქვენი პარტნიორისგან რაღაცა ინფორმაციას მიიღებთ, შეიძლება შებინდებისას, დღის მეორე ნახევარში, ეს შეიძლება იყოს როგორც თქვენი და ქალის, არ ვიცი, ოჯახის წევრის და უფრო მანდილოსანის მხრიდან მიღებული ინფორმაცია. ასე ვთქვათ, შეიძლება ყავაზე შემოგიაროთ და ქალმა ან ერთად სადმე წახვიდეთ და ამ დროს ესე იგი ლაპარაკში რაღაცა საჭირო ინფორმაცია მიიღოთ. შეიძლება საერთო მეგობრები გყავთ, ასე ვთქვათ და როგორც სიტყვანაი ჩერეს რაღაცა ჭორის დონეზე ინფორმაციასავით რაღაცა გაგაგებიოთ თქვენ საყვარელ პიროვნებასთან მიმართებაში. ესეთი სანდომიანი ქალბატონია, სანდომიანი მეგობარია თქვენი, რომელსაც შეგიძლიათ ამ შემთხვევაში, რომ მის ინფორმაციას კი არ ენდოთ, ამ პიროვნებას ენდოთ, რომ რაღაცა ტყუილს და
რაღაცა ხრიქს არ აქვს მისი მხრიდან ადგილი, ანუ ჩვეულებრივად მეგობრულად, ოჯახის წევრულად, ნათესაურად, საერთო სამეგობრო კიდევ ვიმეორებ თუ გყავთ, გაგაგებიებთ ამ ინფორმაციას. ინფორმაცია, როგორც გითხარით, ეხება თქვენ საყვარელ პიროვნებას, ან მის სიახლეებს მის ცხოვრებაში, რა და როგორ ხდება, რაც თქვენ ძირითადად გაინტერესებთ და არ იცით ყველა დეტალი, ყველა ზოგიერთმა საერთოდ არაფერი არ იცით. რაც შეეხება თქვენი პარტნიორის ქმედებას, მინდა გითხრათ, რომ შეხვედრა იქნება თითქმის უმეტესი ნაწილისთვის, უახლოესი 1 თვის განმავლობაში. ეს პიროვნება გამოვა თქვენთან კონტაქტზე, გამოვა ცოტა არ იყოს ისეთ რეჟიმში, რომ მისთვის ხართ ეს კარტი უნდა გაჩვენოთ, ცოტა დავფარავ. მისთვის ხართ ესეთი არ ვიტყვი რა, მაგრამ მინდა ვთქვა, რომ ესეთი ერთგვარი ბრძენი, ერთგვარი ჩუმი ქალი, ერთგვარად შეიძლება პერიოდულად თქვენი ენის სიმწარის გამო შხამიანი ენა, როგორც ესე ამ კარტიდან გამოყოფილი აქ და ერთგვარად რაღაცნაირად გესლავს, ესეთი ქალი ხართ მისთვის, რომ შეგიძლიათ რაღაცა დაგესლოთ, უცებ მწარეთ უთხრათ რაღაცნაირად გამწარებულ გულზე და გული ხომ მოვიფხანე, ხომ მაინც უთხარი, ესეთი შეგრძნება გქონდეთ და ესეთი ქალი ხართ მისთვის, საერთოდ ძალიან მომხიბვლელი და მიმზიდველი და ესეთი ქალია აქ წარმოსახული. არ ვიცი, თქვენი ფიზიკურობა მასზე განსაკუთრებულ ზეგავლენას ახდენს და ძალიან ხშირად ნატრულობს და იხსენებს თქვენი სხეულის, არ ვიცი, კერდი იქნება, ტანი იქნება თქვენ გამომწვევ ჩაცმულობას, ვისაც გახასიათებთ ასეთი რაღაცნაირი პატარა სიეშმაკეებსაც, ესეთი რო გაიტრონებით და ზოგჯერ კონტაქტზეც არ გადიხართ და აქეთ ახვეწებთ, ესეთი რაღაცნაირი საბედისწერო ქცევების ქალი ხართ მის ცხოვრებაში, თითქოს რაღაცნაირად თან შხამავთ, თან უთქვენოთ მზე არ მზეობს, შემიძლია გითხრათ, ყველა დღე არის ნაცრისფერი თქვენ გარეშე მის ცხოვრებაში. ეს ადამიანი გამოვა კონტაქტზე უმეტესი ნაწილისთვის სადღაც 70% მოდი ესე ვთქვათ, ამ გაშლის მაყურებელი ეს იქნება პირადი შეხვედრა, პირადად მოვა თქვენთან, მაშინ როცა უკვე გადაღლილი იქნებით, როგორც გითხარით, მისი ლოდინით და აღარც დაელოდებით და რაღაცა თქვენ ეს კარტიც უნდა გაჩვენოთ. ერთგვარი თამაშივით გექნებათ. ჩემ ბავშვობაში არსებობდა ესეთი თოკი იყო, ძაფი უფრო სწორედ და ერთმანეთს ხელებით რაღაცნაირ ერთგვარი შახმატივით თამაში იყო, დააკვირდით. სადაც შემდეგ ნაბიჯებს, ასე ვთქვათ, თქვენ წარმოსახვაზე, თქვენ დაყენებულ კითხვებზე ერთგვარად შემდეგ პასუხების ამოცნობას და მომდევნო მოვლენებს გაჩვენებთ, ასე ვთქვათ, ამ ქცევით, პასუხებს გაგცევთ, მოდი უფრო კაინად თქვა იქნება თქვენ კითხვებზე მამაკაცი. ეს იქნება ძალიან რომანტიული შეხვედრა, შეიძლება ზოგიერთი ზღვის ნაპირასაც შეხვდეთ ერთმანეთს ამ კარტიდან გამომდინარე, შემიძლია გითხრათ, შეიძლება სრულიად მოულოდნელად, ასე ვთქვათ, დასასვენებლად იყოთ ზღვაზე, მაგალითად, თან სადმე მეგობრებთან ერთად წასული, ოჯახის წევრებთან ერთად წასული და ერთგვარი სურპრიზივით მოგიწყოთ და ჩუმად დაგადგეთ. დღის მეორე ნახევარში გამთენია ან შებინდების პერიოდი იქნება უმეტესი ნაწილისთვის, ხედავთ ესეთი მზე ჩადის ან ამოდის ნაწილისთვის, შეიძლება ჩადიოდეს მაგ პერიოდში, ნაწილისთვის ამოდიოდეს, ეს ერთგვარი შებინდებული პერიოდი, სადაც მთელი ამბები 18 პლუსია გაშლა, მეგობრებო, პატარებმა შეგიძლიათ არ მიიღოთ თქვენ თავზე. იქნება თავისი რომანტიული სასმელით, შეიძლება სასმელიც მოგიტანოთ, მოიტანოს და ერთგვარი ყვავილები და ერთგვარი რომანტიული სიტუაცია შექმნა, სადაც თქვენ მის კალთაში თავს იგრძნობთ ნამდვილ იმპერატრიცად, ნამდვილ საყვარელ ქალად. მამაკაცმა ასევე შესაძლებელია რაღაცა პატარა საჩუქარიც მოგიტანოთ. კონკრეტულად ამ კარტზე ეს არის ძივი არა, ცეპი უფრო რაღაცა კულონივით, ერთგვარი სამახსოვრონივით, ერთგვარი საჩუქარი პატიების ერთგვარი რაღაცა გასამრჯელოსავით მოგიტანოთ, რომ მახსოვ ხარ, მიყვარხარ და ყველაფერი კარგად გვექნება. ძალიან კარგი იმედებით შევსილი და ავსილი მოდის ეს ადამიანი, შემიძლია ამ კარტებიდან გამომდინარე გითხრათ, მოემზადეთ, მოწესრიგდით და მიიღეთ ეს გაშლა.